შედეგი და რატომ დაიხია უკან ქართულმა ოცნებამ? მოგესალმებით, ანუ მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისთვის და თავისუფლებას ინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს საქართველოში. ისეთი რაღაცა ერთ მორიგი იაფასიანი მასკარადი იყო, რომელიც ნახეთ, რომლის მიზანიც არ მგონია, რომ უბრალოდ ხმაურის შექმნა იყო, მიზანი იყო ძალიან კონკრეტული. ამ უნივერსიტეტების გაერთიანებას, რაც ყოველთვის ვამბობდით, რომ რაღაც კონტროლის მექანიზმის გამწვავება ერთის მხრივ და მეორე ქონების უფრო მარტივად მართვა ვინმე ისეთი პირის მიერ, რომელიც ამ გაერთიანებული უნივერსიტეტის რექტორი იქნებოდა და მართული იქნებოდა, ეხლა იმას არ გულისხმობ, რომ ან გურგენიძე ან სამუშია მგონია დამოუკიდებელი, მაგრამ მიზანი აშკარად იკვეთებოდა ის, უფრო მწვავე კონტროლი და ერთის მხრივ და მეორე ის რა ქვია, ქონების დაპატრონება, იმიტომ რომ სხვა ხსნა არ აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც ორივე არის ძალიან დაბალი აკადემიური ხარისხის უნივერსიტეტი, რომელიც ვერც ერთ საერთაშორისო რეიტინგში კონკურენციას ვერ უწევს ვერც ერთ უნივერსიტეტს. მარტივად რო გითხრათ, არც ერთ სასწავლო პროგრამა TSEUS-იც და არც STEUS-ი არ ხვდება 500-ულშიც კი დიდი საშუალო ტიპის რეიტინგებისა, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში იწარმოება და დამეთანხმება ყველა ეხლა ვინც გვისმენს, რომ ეს კატასტროფა არის. ის რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელშიც არ ვიცი, ვერაფერ ტექნიკურს ვერ უნივერსიტეტს, ხო, პოლიტექნიკური ინსტიტუტი არის სიამაყე ყველა ქვეყანაში. ინჟინერიის სკოლა არის ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელი და ხო, რა ვიცი, მე მგონი თაობებმა იციან საქართველოში ჩემ დროს GPI-ს ეძახდნენ ამას და GPI-ს პრესტიჟულობა, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის პრესტიჟულობა. ამას ნამდვილად ერთის მხრივ ხელს არ უწყობს ის რაღაცა კორუფციული ჯოჯოხეთი, რომელშიც უნივერსიტეტები წლების მანძილზე იყვნენ. შემდეგ აკადემიური ავტონომიის სრული არ ქონაც არ უწყობდა ხელს და ის რაღაცა კომიკური მოვლენები, როგორც არის, მაგალითად, არ ვიცი მე, ნინო წილოსანისთვის და ოთარ ფარცხალაძისთვის პროფესორის ხარისხის მინიჭება. გულისხმობ ტექნიკურ უნივერსიტეტს, ხო? ასეთ ხალხს რომ პროფესორის ხარისხს მიანიჭებ, ეხლა რა ვიცი, იმ უნივერსიტეტს როგორ შეიძლება რამის რეიტინგში. თაზო როგორც ხვდები, ესე ეს არის ორი დიდი მონსტრი. ეს არის ორი დიდი მონსტრი, რომელსაც ჭირდება რეფორმირება რეალურად. როგორც ხვდები, თქვენთვის დიდად არაფერი იცვლებოდა თუ გაერთიანდებოდა ან არ გაერთიანდებოდა ეს ორი უნივერსიტეტი. მესმის რომ მაღალი წარმოდგენების არ ხართ სწავლის იმ ხარისხზე, რომელსაც ეს ორი უნივერსიტეტი მათ შორის საერთოდ და ეგ არის მთავარი უნივერსიტეტში, ანუ მესმის. ეგ არის უნივერსიტეტში მთავარი, ეგ და კვლევითი პოტენციალი და არც კვლევით პოტენციალში არ გამოირჩევა არც ერთი და ვერაფერს ვერ ქმნის, მარტივ სამწუხარო რეალობა არის და ვერც აკადემიური კურსები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომ არის რომ ამ უნივერსიტეტებს ცალ-ცალკე და ფუნდამენტური რეფორმა ჭირდებათ. მე ძალიან კარგად მესმის ფასი და მნიშვნელობა 100-ლოვანი უნივერსიტეტის, მაგრამ ის რომ ის ცუდ მდგომარეობაში არის, ამას რო ის ვერ გამოასწორებდა, რასაც მიქანაძე უპირებდა, ეგ ცალსახა იყო, მაგრამ არ მჯერა არც ერთი წუთი ქოცურ რეალობაში რომელიმე უნივერსიტეტის სწორად განვითარება. ამ ორივე უნივერსიტეტს უნდა ტოტალური ცვლილება და ძირეული რეფორმირება. ის რომ არ შედგა ეხა ეს შერწყმა თუ ქორწინება თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ეს ჩემი აზრით ერთადერთი მიზეზით არის გამოწვეული, რომ თავის ელექტორალურ ბაზაში და ხო პირდაპირ უნდა ვთქვა რა, არ მოწონს ვიღაცებს რომ ამბობ, მაგრამ რა ვიცი, უმრავლესობა ორივე ამ უნივერსიტეტის პროფესორის, განსხვავებით მაგალითად ილიას უნივერსიტეტსა და სხვებისგან, ვიცით რომ არიან რაღაცა აი ამ ქართული ოცნების მეხოტბეები და მხარდამჭერები, აქ მიიღეს დიდი წინააღმდეგობა, რომელსაც ჩემი აზრით არ ელოდებოდნენ, გამომდინარე დამოკიდებულებისა ამ პროფესორის, ამ აკადემიური საბჭოების, დამოკიდებულებისა, მიუხედავად იმისა, რაც აქვს გაკეთებული იგივე გურგენიძისთვის ან სამუშიასთვის, როდესაც ხელდასმით დანიშნეს რექტორებად და არასწორი ელექტორალური პროცესით ამ უნივერსიტეტებში, შესაბამისად ამის მოლოდინი არ ქონდათ, დაინახეს დიდი წინააღმდეგობა და ქართული ოცნება არ არის საუკეთესო ფორმაში, ანუ და ის არ არის ახლა იმ ფორმაში, რომ აი ამ რაღაცა წრეების შემოტევისთვის გაეძლო და ამიტომ ამჯობინა უკან დახევა და ჩათვალა რომ პიარულად მისთვის ეს უფრო სწორი სვლა. ეს არის და ეს. ოღონდ თქვენთანაც თქვით, მე მგონი დასაწყისში სიუჟეტში უსმენდი, რომ ქონების საკითხს ეგ არ ცვლის. სავარაუდოდ იქ რაღაცა ვაჭრობაც იყო და გამოივაჭრა ხელისუფლებამ ქონების ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის. სხვა მიზანს ვერ ვხედავ. ისე მაინტერესებს საბჭოთა კავშირის დროინდელ ფაკულტეტებს აბრუნებენ და რავი, ტექნიკურ უნივერსიტეტში
ახალი ფაკულტეტები, რა ვიცი, კიბერნეტიკის მაგალითად, ეს ახალი ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის, ეგეთი რამე არ უნდა შეიქმნას, ანუ რაღაც ემეში უნდა დავუბრუნდეთ, 30 წლიდან რეალობაში უნდა დავუბრუნდეთ საინჟინრო საქმეში. აი აქაც ხო სისულელეებს ვისმენთ ახლა მთელი დღე არის, ამიტომ ყველაფერი ეს არის ძალიან უშნო მასკარადის კომერციული ინტერესი იყო თავიდანვე და აი რაღაცა პროტესტის შემდეგ რაღაც ტიპის ესე ვთქვათ რაღაცნაირად დაალაგდნენ და ამიტომ უკან დახევად კომერციული და მეტი ცენტრალიზების. როგორც დასაწყისში გითხარით, ანუ რა, ჩემთვის ორი ძირითადი ინტერესი იყო. ერთი მეტი კონტროლი, სრულფასოვანი კონტროლი, რაღაცა აი ამ ერთი დიდი მართვის პულტი აკადემიურ წრეების, იმიტომ აქ გონია ბევრი რამის გამო უნდა ეს მათ შორის ბოლომდე ჩაეხშო თქვათ რაღაც ნებისმიერ წინააღმდეგობის კერა, ან არ განვითარებული იყო იქ რაღაც სტუდენტური მოძრაობები, მეტი კონტროლის და უფრო მკაცრი კონტროლის მექანიზმი, რომელიც ამ შემთხვევაში ამ ფორმით არ გამოუვიდა და მეორე ცალსახად იყო ქონების საკითხი და ეხლა ამას ხო არ ვიგონებ, კაცო, ქონების საკითხი აგერ ამოვიდა ხო ზედაპირზე, აქამდე თუ ამაზე არ ლაპარაკობდნენ, აგერ ეხლა ღიად თქვენს რომ იქ რაღაც აღრიცხოს ჩაატარებენ და რა ვიცი, უკვე ხედავ მაღლივი კორპუსების უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსების ადგილას, უკვე ხედავ რაღაცა მულტიფუნქციურ კომპლექს 83 სართულიანს, რომელიმეს როგორიც იქ არის ყველა დანარჩენი გარშემო, გახსენებ იქ საცხოვრებთან რა ხდება, აი უკვე ხედავ იმ ტერიტორიაზე დიდ მოხეულ კორპუსს, რომელსაც ვიღაცა ჩადგავს. ან არ ვიცი მე რაღაცა კოსტავაზე, რომელიმე ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსში. ეს გამოკვეთეს ხო, აგერ ვაურიცხავთო და ნახავთ სად უნდა დაეტიონ და სად არა და პრემიერი გამოსულა და რომელს ეხება, რომელს არ ეხება, ჩამოთვალო. თქვენ იმას უსმენდი ახლა, ეკოს უსმენდი მაგრაძეს და იქიდან გავიგე. ხო, გამოიკვეთა ხო, ერთი ეს ინტერესი გამოიკვეთა და მეორე ჩანდა რომ ახლა რა ვიცი, უფრო დიდი ცენტრალიზებული მართლობის სისტემა უნდათ. ახლა ამის უკან რა არის, ნამდვილად არ ვიცი, შესაბამისად არ შევალ რაიმე სპეკულაციებში. კი ბატონო. და თაზო, კიდევ რასთან დაკავშირებითაც მინდა დაგისვათ შეკითხვა, ეს ეხებოდა იმ თემას, რაზეც თქვენ გააკეთეთ განცხადება პარტიის ოფისში, ეს არის ევროკომისიის კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ ანაკლიას შეუძლია საქართველოს საზღვაო შესაძლებლობები და შუა დერეფანში მისი როლი მნიშვნელოვნად გააფართოოს. დოკუმენტის თანახმად საქართველოში ბათუმისა და ფოთის პორტების მოდერნიზაციას, ასევე ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის აღდგენა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რათა წყალქვეშა კაბელისთვის და განახლებადი ენერგიის პროექტებისთვის საჭირო მძიმე აღჭურვილობის გადატანა და მართვა მოხერხდესო. რა სიტყვით ამ კვლევაზე და ზოგადად როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის მშენებლობის პერსპექტივას ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, რომელმაც, არ ვიცი, რამდენჯერმე დააანონსა უკვე ბოლოს ჩინურ კომპანიასაც კი ანდო მე მგონი ამ პორტის შენება, მაგრამ ჯერჯერობით ვერავითარ ზრაებს და რაღაც სიახლეებს ამ კუთხით ვერ ვხედავთ. ისე ამ კვლევამ კიდევ ერთხელ პრაგმატულად, რა ვიცი, ემპირიული მაგალითებით, მეცნიერულად დადასტურებული მეთოდოლოგიით თქვა ის, რასაც ლელოში ვამბობთ ბევრი წელია პოლიტიკურად და აგრეთვე შინაარსობრივად და სიღრმისეულად. ამ კვლევამ მეცნიერულ დონეზე დაადასტურა რამხელა მნიშვნელობა და როლი აქვს ერთის მხრივ საქართველოს ცივილიზებული სამყაროსთვის და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორისთვის, შეერთებულ შტატებთან ერთად ევროკავშირისთვის, რამხელა მნიშვნელობა აქვს საქართველოს აი ამ დღევანდელ ტურბულენტურ და ცვალებად გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რამხელა დამატებითი დატვირთვა წამოვიდა და კიდევ დამატებითი ინტერესი ეგრეთ წოდებულ შუა დერეფანზე, აი ამ საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვში და აი ამის მნიშვნელობაზე, რომელიც საქართველოს გარეშე არ არსებობს, არ არსებობდა, არ არსებობს დღეს და არ არსებობს მომავალში. ანუ და ჩვენ ქართულოს სანტომღაც უნდა რომ დაგვარწმუნოს, რომ აი რაღაცა ჩვენი შანსი გავიდა, აი ამ დერეფანში ახლა სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს დაალაგდნენ და იქიდან გაივლის ყველაფერი და ჩვენ ახლა რაღაცა ჩვენ იმაზე რა ქვია, საქართველოს სამხრეთ საზღვარზე უნდა დაუშვათ რკინის ფარდა და რუსეთის ნაწილი ვიყოთ, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს და ესე არ არის. იმ ვითარებაშიც კი რომ აი ეგრეთ წოდებული ტრიპის დერეფანი, რომელიც ტრამპის გზას ეძახიან, ამ თუ კომერციული დატვირთვა მოხდა, ამ შუა დერეფნის ეს ნაწილი ამუშავდა ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტი არის გარდაუვალი დამაკავშირებელი და აი ამ გზის განუყოფელი ნაწილი. ანუ საქართველოს გარეშე
ის სრული მასშტაბით დატვირთვა აი ამ შუა დერეფნის, რასაც დღეს მოიაზრებენ, რაც კვლევაშიც იყო ნათქვამი და შეერთებული შტატები რასაც ხშირად მენიშნებს, შეუძლებელია საქართველოს გარეშე. ამიტომ არის, რომ დღეს უდიდეს შესაძლებლობას კარგავს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით აი ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. ანაკლის სპორტი ეხლა უნდა ოპერირებდეს არნა. ანაკლის სპორტი იმ შემთხვევაში, თუ ანაკლის კონსორციუმი მას ააშენებდა, ეხლა უკვე უნდა ოპერირებდეს და ჩვენ მაყურებლისთვის მიმინდია წარმოიდგინოს აი იმ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში, რომ რუსეთი შეჭრილია უკრაინაში, რამხელა დამატებითი სიკეთე იქნებოდა ანაკლის სპორტი საქართველოში და რეალურად როგორ წამოიღებდა საქართველოს აი იმ турბულენტური ზონებიდან, რომელიც ჩვენ ჩრდილოეთ არის სამხრეთით, უდიდეს რაოდენობას ტვირთების. უმნიშვნელოვანესი კომპონენტი რო არის კიდევ ერთხელ გითხრა ევროკავშირმა და ივანიშვილი რო გვაკარგინებს ამ ქვეყანას, მე პირდაპირ აი არ მოვერდებ ამის ხმაზე, პირდაპირ ვიტყვი, საქართველოს აქვს ერთადერთი შანსი, რომ ის გამოვიდეს სიღარიბიდან და რა ვიცი, სწრაფად გულისხმობ 5, 10, 15, 20 წელიწადში გარღვევა მოახდინოს ეკონომიკური ისე, რომ ქართული კაცი და საშუალო ქართველი არ იყოს ღარიბი, საერთო სტანდარტით არ ითვლებოდეს ღარიბად. ანუ ამ ქვეყანას არ აქვს არც წიაღისეული, არ ვიცი რა, ახალ ტექნოლოგიას თუ მოიგონებენ და იმის აღმოგვაჩნდება რამე, დღეს არავითარი წიაღისეული, არავითარი მინერალებით სავსე ჩვენი ქვეყანა არ არის, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის გეოპოლიტიკურად სწორ ადგილას განთავსებული და რეალური შანსი ერთადერთი რომ დიდი გარღვევა მოახდინოს ეკონომიკური არის ეს, რომ ჩვენი როლი შევასრულოთ სრულფასოვნად საერთაშორისო ვაჭრობის ჯაჭვში. ანუ გამტარის ეგრეთ კოცები ამბობენ ხშირად იყენებენ რაღაცა ურთიერთ დამაკავშირებელს თუ რაღაცა, აი დამაკავშირებელის ფუნქცია გვაქვს. ეს პოტენციალი გვაქვს. ეს უნდა გამოვიყენოთ და დღეს არის შესაძლებლობის ფანჯარა ღია, როდესაც აი ის რაც სტანდარტულ დროს შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს შეიძლება 2 მაგი, 3 მაგი, 4 მაგი ეფექტი ქონდეს. იმიტომ რომ დღეს ინტერესი აი ამ უსაფრთხო გზის, ცენტრალური აზიიდან ევროპის დამაკავშირებელი გზის გადის ამ შუა დერეფანზე და ამას ამბობს ეს კვლევაც და ძალიან ბევრი სხვა საერთაშორისო ექსპერტიც. ამიტომ უდიდესი უკან გადადგმული ნაბიჯია და ჩვეულებრივი საბოტაჟი არის ქართული სახელმწიფოს ჩვენი მომავალი თაობების წინაშე ის, რასაც უკეთებს კოცები, რაც უკეთებენ კოცები ანაკლის ღმერთმოვან პოტს, ისინი კლავენ ამ იდეას. იმ კვლევაში ნახსენებია ჩინელები აშენებენ. არ დაიჯეროთ ხალხო, არავინ არ აშენებს. ანაკლის სპორტის პროექტიდან 100 მილიონი, 150 მილიონი იყო ჩადებული საზღვაო სამუშაოზე, 100 მილიონი ამოიღეს 2026 წლის ბიუჯეტში. ბოდიში და ფეხებზე კიდიათ, არ გააკეთებენ ამას. რატო არ გააკეთებენ? იმიტომ რომ ამ სპორტის არაშენება პირდაპირ შედის რუსების ინტერესებში. პირდაპირ შედის ირანელების ინტერესებში. პირდაპირ შედის იმ ავტოკრატიული სამყაროს ინტერესებში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება ჩრდილოეთით და სამხრეთით. და არ შედის სამაგეროდ საქართველოს ინტერესები აი აქ იკარგება ბოლომდე, ითელება ფეხქვეშ. მაგრამ ნოვოროსისკის ტამენის და სხვა პორტების რუსეთის ფედერაციის ინტერესები ვლინდება. ჩვენ რო აქ მოდერნული ინფრასტრუქტურა შევქმნათ, თანამედროვე მმართველი კომპანიები შემოვიყვანოთ, მაგალითად იქ ხო წერია რომ ფოთის და ბათუმის პორტების ამბავიც. და ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე მმართველობის სისტემა და კორპორატიული მმართველობა შემოვიტანოთ, რა ვიცი, მახინაციით ვეღარ იქნებიან დაკავებული. ეგეც არ აწყობთ კოცებს. ერთის მხრივ რუსეთის ინტერესები არის დაცული და მეორეს მხრივ აი ეს რაღაცა მახინატორული სქემები, რუსეთის ჩრდილოვან ფოთს რო ემსახურება დღეს ყულევის ტერმინალი მაგალითად. ეს ამბავი. აი ამას ვეღარ იზამენ, შესაბამისად ხელს ვერ მოითმობენ აი ამ უბედურებაზე და ესეც არ აწყობთ. ამიტომ ხო კლავენ ისინი ჩვენი შვილების მომავალს და ერთადერთ ჩანს რომ ეს ქვეყანა ამ ქვეყანამ მოახდინოს დიდი ეკონომიკური გარღვევა, აი ამ ამბით კლავენ. და აგერ კიდევ ერთხელ ამას მე არ ვამბობ თაჟუდათუნაშვილი ან რაღაცა ლელოელები რომ ამას დიდი ხანია ვიძახით, ამას ამბობს აგრეთვე ევროკომისიის ესეთი ყოვლისმომცველი კვლევაც. კი ბატონო, გასაგებია. მადლობა თაზო, მადლობა იმისთვის, რომ დრო და იყავი ჩვენი ეთერის სტუმარი. თაზო დათუნაშვილი საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში და უკვე არსებობს